პირველ რიგში ჩავიფიქრეთ რეგიონული მედიისთვის, იმიტომ რომ ჩვენ ვართ აფილირებული რეგიონულ მედიასთან, კარგ მედია საშუალებებთან და იმის გამო რომ გვინდოდა ადამიანურ რესურსში შევშვალებოდით, რაც ეხება ადგილზე არამიმდინარე ამბებს. და შემდეგ უკვე მივხვდით, რომ რაც გამოგვდიოდა ამ ხელოვნურ ინტელექტთან ერთად, შეიძლებოდა უფრო საჯაროც ყოფილიყო, ვიდრე მხოლოდ დახურული ღრუბელი, იმიტომ რომ დახურული ღრუბელიც არსებობს, რომელიც გიწერს ამ ინფორმაციებს და აკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოს კარგმა ჟურნალისტმა მათ შორის, როცა ამბავი არ ხდება იქ, სადაც შენ ხარ და ველზე გასვლა არ შეგიძლია, ის კარგ მედია წყაროებს იცის, რომელია კარგი მედიები, საერთაშორისო მედიები, შეიძლება თბილისში ბაზირებული მედიების თუ ეს ეხება თბილისში მომხდარ ამბავს და რეგიონებს არ აქვს ხელმისაწვდომი ბავშვად ველზე მუშაობის, წერს ამ მედიებზე დაყრდნობით, ოღონდ არ უკარგავს მათ შრომას და იცავს საავტორო უფლებებს, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მგონია და შემდეგ უკვე ასტრუქტურიზებს, ნორმალურად აყალიბებს სტატიის სახით, ასევე აგენერირებს და ოღონდ ნამდვილ ფოტოებს, არიგონებს ამ ფოტოკადრებს, ისიც ამ აქვს კონკრეტული წყაროებიდან და უთითებს წყაროებს და შემდეგ აქვეყნებს კიდეც ამას. ანუ რაღაცა პერიოდულობით თვითონ ახდენს გავრცელებას ვებგვერდზე, რომელსაც ეხლა ვუშვებთ და საჯაროდ ხელმისაწვდომს ხვდით, ისე სოციალურ მედია პლატფორმებს. ანუ ყველაფერს აკეთებს, რასაც ჟურნალისტი აკეთებს, მოიძებს ინფორმაციას, გადაამუშავებს ინფორმაციას, გადაამოწმებს, წყაროებსაც მიგითითებს და გამოგიქვეყნებს და გაგევრცელებს.